ერთი ფოტო აღმოჩნდა სრულიად საკმარისი ქართული ოცნებისთვის, რომ ახალი თავდასხმის სერია დაეწყოთ გერმანიის ელჩზე და დღეს დილიდან სრული შტურმი აქვს ქართულ ოცნებას პიტერ ფიშერზე. ყახაკალაძემ აკაცუკი ეძახა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ის არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ის არის რადიკალების მხარდამჭერი, ასევე მაგალითად მოვისმინეთ პაპუაშვილისგან, რომ პიტერ ფიშერი მასხრად იგდებს სახელმწიფოს. ბრალდებები ქართული ოცნებისგან მრავლად არის. ახლა, როგორც ისინი ამბობენ, ელოდებიან გერმანიის პასუხს და გერმანიის მხრიდან ნაბიჯებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. საინტერესოა, რასელის ქართული ოცნება გერმანიისგან იმ ფონზე, როდესაც ჩვენ კაფეოდ მოვისმინეთ ამ სახელმწიფოს განაცხადი, რომ ელჩი წარმოადგენს სწორედ გერმანიის პოზიციებს. ფოტოს გავრცელებისთანავე სოციალურ ქსელებში, სადაც ჩანს პიტერ ფიშერი აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან ერთად რუსთაველის გამზერზე, დაიწყო გაშავების და თავდასხმის მასშტაბური კამპანია და დილიდან ფაქტობრივად ეს თავდასხმა ელჩზე არ შეწყვეტილა. ეხლა მე პირადად ველოდები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რა ნაბიჯებს მოიმკვეთებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფაქტია, რომ მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რა სურს მას? მას სურს ქართულ ხალხთან ხიდების გადება, თუ სურს ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, იმიტომ რომ ამ ელჩის პირობებით, რომელიც მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, ამ ელჩის პირობებში, რომელიც სოლიდარობას უცხადებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, ამ ელჩის პირობებში, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის მლანძღვრელ ადამიანს, ამ ელჩის პირობებში რთულია წარმოედგინოთ, რომ ეს ხიდები იქნება აგებული გერმანიის მხრიდან. და აბა აქ რასაკეთებს ელჩი რო არის, არ უნდა გაერკვეს სად მიდის, ვისთან მიდის, რისთვის ყავს თანამშრომლები, ქართველები, არაქართველები, რისთვის ყავს ეს ყველაფერი. ვიცით, რომ deep state ყავს თავიანთი წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ და არიგებენ ძალადობრივ ჯგუფებს, როგორ უნდა იმოქმედონ, სრულ კოორდინაციაში არიან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დიპლომატია ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული, ეს რა თქმა უნდა ცდება ყველანაირ დიპლომატიას, დიპლომატიურ საქმიანობას, ჩვეულებრივი, რა ვიცი, აკაცუკია, ჩვეულებრივი, სხვა ვერაფერს ვერ უწოდებდი ამ ადამიანს. გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს და არ მაინტერესებდა პიტერ ფიშერი, სად იყო დაბრუნებული. ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური საქმიანობის გარდა. სამიმსად ეს ძალიან მძიმეა. ხა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, არ ვიცი, ხა სხვა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით. თქვენზე რომ იყოს, გააძევებდით მას? ამაზე იმჯელებს შესაბამისი უწყება. დღეს ქართულ ოცნებაში არც ის გამორიცხეს, რომ გერმანიის ელჩი ქვეყნიდან გააძევონ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პიტერ ფიშერი გაწვეული იყო კონსულტაციებისთვის და მაშინ ქართული ოცნება დიდი იმედებით იყო განწყობილი, რომ ფიშერი მკაცრ პასუხს მიიღებდა და აღარ დაბრუნდებოდა საქართველოში. თუმცა გერმანიამ ღიად თქვა, რომ ელჩი გამოხატავს მათ პოზიციებს და დღეს ოცნება ამბობს, რომ იმედები უცრუდათ გერმანიის ელჩის ნაბიჯების შემდეგ. მთელი ეს კამპანია კი იწყება გუშინდელი ღამიდან, როდესაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა ერთადერთი ფოტო აქციის მონაწილის და პიტერ ფიშერის რუსთაველის გამზირზე. მამუკა ცუცქირიძე, რომელიც აქტიური დემონსტრანტია, ამბობს, რომ გვიან ღამით, მაშინ როდესაც ადამიანების მცირე ოდენობა იყო დარჩენილი რუსთაველზე, სწორედ მაშინ გამოჩნდა პიტერ ფიშერი და ცუცქირიძის თქმით სოლიდარობაც გამოუცხადა აქციის მონაწილეებს. ჩამიარა ბატონმა ელჩმა, ბატონმა პიტერ ფიშერმა და ისეთი მოულოდნელი იყო, ხა რა თქმა უნდა, ხა არავინ მოელოდებოდა. სადღაც ეს 12-ის 15-20 წუთი იქნებოდა, ანუ როდესაც თითოეულა ხალხი იყო. ხა ეს ელჩი არ არის დამოკიდებული ფიგურა, რომ სადღაც მივიდეს და თავისი ინტერპრეტაციით იმოქმედოს. რა თქმა უნდა, ეს იყო გერმანიის ხალხის, გერმანიის მთავრობის სოლიდარობის გამოცხადების აქტი. აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და შეუძლიათ გასყდნენ მთელი ქოცები. დღეს დილიდან ჩაერთო პროპაგანდის მანქანა და ერთადერთი რაზეც გული მწყდება არის ის, რომ თუ არ ვწდები პაპუაშვილმა
მოიხსენია რომ მე პატრიარქს ვლანძღავ. ეს არის მტკნარი სიცრუე, რასაც იგონებენ რა ნიაღვას ჩემს ეს არ მოქმედებს. მე დღეს ისევ მივალ რუსთაველზე, ისევ გავაპროტესტებ. ქართული ოცნება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაბიჯებს ელოდება, თუმცა ამ ნაბიჯების გადადგმა სათუა. მთელი ბოლო პერიოდია ხედავთ მხოლოდ თავდასხმების სერიას. არადა 2 დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებდა, რომ მისი გუნდის წევრებისგან ვერ მოვისმენდით რომელიმე ელჩზე თავდასხმას. დღევანდელი სურათით თუ რა კამპანიას აწარმოებს ქართული ოცნება პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ძალიან მკაფიო დაჩვენებს რეალურად რა მიდგომა აქვს ივანიშვილის გუნდს დასავლური სახელმწიფოების ელჩების მიმართ.